მივესალმები თქვენს მაყურებელს, მადლობა რომ ეძლევა შესაძლებლობა და მადლობა რომ ეძლევა შესაძლებლობა რომ უფრო ზოგადად განვიხილოთ ეს საკითხი. ზოგადად ვისაუბროთ, როგორც გაფიცვის მნიშვნელობაზე და ეს გაფიცვის მნიშვნელობა დავაკავშიროთ უფრო ფართო სოციალურ საკითხთან. მე არაერთხელ მიხსენებია და კიდევ ერთხელ ვიტყვი ამას, რომ გაფიცვა ეს არის იდეა პირველ რიგში, მას გააჩნია თავისი სამართლებრივი ფორმები, თუმცა ის პირველ რიგში არის იდეა, ისტორიული მონაპოვარი და ასე ვთქვათ, ბრძოლის მეთოდი და ტაქტიკა. თუმცა მას გააჩნია გარკვეული შინაარსი. ისტორიამ გაფიცვას შეძინა გარკვეული შინაარსი. მიანიჭა თავისი ფორმა, თავისი როლი, თავისი ფერი, თავისი კუთხე რაღაცნაირად. და ეს როგორც წესი არის შრომელების საკუთრება. ანუ შრომელების და მშრომელების მხოლოდ. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ თუნდაც კომპანიების როლზე, კომპანიების გაბედულებაზე, კომპანიების ჩართულობაზე, თუმცა ჩვენ რეალურად უნდა დავინახოთ გაფიცვაში ქმედება მშრომელის და მხოლოდ ასე შეგვიძლია ამოვიცნოთ გაფიცვის პოტენციალი და მნიშვნელობა. რამდენადაც თუ მაგალითად დავარქმევთ კომპანიების შეჩერებას ჩვენ შეიძლება დავარქვათ ლოკაუტი, რომელიც საერთაშორისო ტერმინია. როდესაც მშრომელი აკეთებს ამას, ამ შემთხვევაში ჩვენ მეძახით განფიცვას, ხო? რაღაცნაირად უარს მანამდე დადებულ ფიცზე, რომელიც მიზნად ისახავს თუნდაც მისი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ან რაიმე ტიპის პოლიტიკურ მოთხოვნას, რომელიც როგორც წესი კავშირში არის ხოლმე მის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან. მაგალითად, აი ახლა პარალელურად ბელგიაში მიმდინარეობს საყოველთაო გაფიცვა 2 დღის წინ დაწყებული პროფკავშირების მიერ და პროფკავშირები აქ მნიშვნელოვანია და წამოწყებული, რომელიც საპენსიო რეფორმას ეხება. ეს არ ეხება კონკრეტულად აი იმ სამუშაო ადგილზე კონკრეტულ ხელფასს, მაგრამ საპენსიო რეფორმას ეხება. ჩვენთან საქართველოში სამწუხაროდ საყოველთაო გაფიცვის ლეგალური უფლება არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ წლები ამას ვითხოვდით, ასეთი უფლება არ არსებობს. ანუ კლასიკურად შრომით ურთიერთობაში წარმოიშვება გაფიცვა და კონკრეტულ სამუშაო ადგილზე კონკრეტული მოთხოვნით. თუმცა ის რომ რაღაცა სამართლებრივი მოცემულობა არ არსებობს, ეს არ უნდა იყოს განსაზღვრელი იმის თუ ჩვენ როგორ ვიმოქმედებთ, ხომ? იმიტომ რომ სისტემა თავისთავად ისეთია, როგორიც არის და ჩვენ არ ვურიგდებით ამ სისტემას არც ასეც და არც თუნდაც ისეც როგორიც გვინახავს მანამდეც, ხომ? აქედან გამომდინარე, რომ დაუბრუნდე იმ მნიშვნელოვან შეკითხვას, რომელიც დასვით. და მე ამას ასე ვთარგმნიდი, რა აკავებს დღეს ფართო მასშტაბიანად მშრომელებს, მშრომელთა კლასს და მშრომელთა კლასს ფართო გაგებით იმისგან რომ ჩაერთოს მაგალითად საგაფიცვო პროცესებში, ხო? აქ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ მთელი რიგი სპექტრი სოციალური პრობლემების. იმიტომ რომ ეს მშრომელი როგორც წესი პირველ რიგში არ გრძნობს თავს ვალდებულად მაგალითად შემოვიდეს პროცესში, რომელიც იბრძვის მაგალითად ფორმალური დემოკრატიის შესანარჩუნებლად. რადგანაც ფორმალური დემოკრატია მშრომელმა ნახა რომ მისთვის ისედაც არაფრის მომცემია. ესე იგი ჩვენ მშრომელს რაღაცნაირად თუ მას დავპატიჟებთ გაფიცვაში, რაღაც მეტი უნდა შევთავაზოთ, ხომ? ანუ მას რეალური ცვლილება უნდა შევთავაზოთ. და რეალური ცვლილება როგორც ჩანს, ეს ჩემი დაკვირვება, შეიძლება ვცდებით ამაში, მაგრამ რეალური ცვლილება როგორც ჩანს მშრომელისთვის რაღაც სხვა არის. ისევე როგორც ევროკავშირში გაწევრიანება ვერ იქნება ერთადერთი რამ, რაც მშრომელს შეიძლება ჭირდებოდეს. თუ ჩვენ ამ ევროკავშირის მშრომელს მხოლოდ და მხოლოდ წარმოუდგენთ როგორც გამოხატვის თავისუფლების ან თუნდაც რაღაცა კულტურული ან პოლიტიკური უფლებების სივრცეს და თუ ჩვენ მშრომელს სწორად დავანახებთ, თუ რა არის ევროკავშირი, თუ რატომ არის ევროკავშირი ზუსტად ამ მიმართულებითაც არის ერთ-ერთი ზუსტად, როდესაც დავანახებთ იმას რომ ევროკავშირში როგორია საშუალო ხელფასი, რატომ არის ევროკავშირში განსაზღვრული მინიმალური ხელფასები, რატომ მივიდნენ აქამდე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის თვეში 20 ლარი კერძო სექტორში, სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური ხელფასი კერძო სექტორში თვეში 20 ლარი. აი, ამ სხვაობას როცა დავანახებთ იმ სხვაობას თუ რატომ არის ჯანდაცვის სისტემა ევროკავშირში ისეთი როგორიც არის, რატომ არის თუნდაც განათლება, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ისე როგორც არის, თუ რატომ ხდება პროგრესული გადასახადებით დაბეგვრა ევროკავშირში. აი, როდესაც ამას ჩვენ ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ, შემდეგ ალბათ უფრო მეტს გაბედავს მშრომელი თუნდაც იმისათვის რომ ევროკავშირის ნაწილში მან რაღაცა გაიბრძოლოს. მაგრამ აქ ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მაგალითად ჩვენთვის როგორც პროფესიული კავშირისთვის, გილდიასთვის, რომელიც უკვე თვე ნახევარზე მეტი აწარმოებს გაფიცვას თეატრის სფეროში, ჩვენთვის ეს ბრძოლა არ გადის ასე ვთქვათ მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ან დასავლეთის ან რაღაც გავსაკეთზე. ჩვენთვის პირველ რიგში ეს ბრძოლა გადის ავტორიტარიზმის წინააღმდეგ. ჩვენ თუნდაც სოციალ-დემოკრატიული ღირებულების მქონე ადამიანებს პროფესიულ კავშირის წარმომადგენლებს შეიძლება სულაც არ გვიხარია დღეს ამ ბრძოლაში ყოფნა, მაგრამ ჩვენ ამ პასუხს ვცემთ. ჩვენთვის ამ ბრძოლაში ყოფნა არის ერთადერთი შანსი იმისათვის, რომ ხვალდაზე ჩვენ კიდევ გქონდეს შესაძლებლობა ჩვენთვის საოცნებო ბრძოლებში შევიდეთ. და ჩვენთვის საოცნებო ბრძოლები არის სწორედ ის, რომ ვიცხოვროთ უკეთეს საზოგადოებაში. უკეთეს საზოგადოება ნიშნავს ღირსეულ ანაზღაურებას, უკეთეს საზოგადოება ნიშნავს სამართლიან საგადასახადო პოლიტიკას, უკეთეს საზოგადოება ნიშნავს თუნდაც გამოსახლების აკრძალვას, უკეთეს საზოგადოება ნიშნავს
ჯანდაცვის სამართლიან პოლიტიკას, განათლებაზე ხელმისაწვდომობას და მთელ რიგ საკითხებს, რომელიც პოლიტიკის სიღრმე და ფუძეა. და სამწუხაროდ, არ ვიცი ეს რის გამო მოხდა, ან ვიცი, მაგრამ ეხლა ამაზე ვარაუდი შორს წაგვიყვანს. ჩვენი პოლიტიკური ველი, ჩვენი პოლიტიკური სფერო, სივრცე რაღაცნაირად ამ სივრცემ რაღაცნაირად განაყენა მშრომელი მისგან. მის ყველა კითხვას, მის ყველა წრომას, მის ყველა სევდასა თუ წუხილს უპასუხა ერთი კითხვით: ეკონომიკა ასე არ მუშაობს და ის, რაზეც თქვენ საუბრობთ, ეს პოლიტიკური საკითხი არ არის. და დღეს, როდესაც დადგა პოლიტიკური საკითხი, ესე იგი მშრომელს ვეუბნებით, რომ ახლა შემოდიან პოლიტიკურ საკითხზე. ისამოს ხوار იყო პოლიტიკური საკითხი ჩემთვის, ანუ ჩვენ თავად გამდევნეთ შრომელები პოლიტიკური ველიდან, პოლიტიკური დისკუსიიდან გამდევნეთ ისინი, რადგანაც მათი ინტერესები ჩვენთვის მიუღებელი აღმოჩნდა რაღაც მომენტამდე. აი ეხლა ჩვენ რეალურად აი ამას რაღაც უხეშად ვთქვათ, ვიმკით. მაგრამ ჩვენ სწორედ ის საზოგადოება ვართ, განსხვავებით ავტორიტარიზმის წარმოებლებისგან, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, ვინც გადაწყვიტა, რომ რეპრესია უჯობს ქვეყანაში დემოკრატიას, მათგან განსხვავებით ჩვენ ალბათ უნდა შეგვეძლოს საკუთარ შეცდომებზე სწავლა, ალბათ უნდა შეგვეძლოს პატიება და ალბათ უნდა შეგვეძლოს მუდმივი აი ამ სიყვარული და ძმობის სულისკვეთებით უკეთესი საზოგადოების შენებისკენ წასვლა. და ეს არის გაფიცვის იდეა. უკეთესი საზოგადოების შენება მოდის სწორედ გაფიცვის იდეებიდან. ასე აშენდა ევროკავშირიც, ასე აშენდა ყველა ის ქვეყანა, რომელსაც შევნატრით როგორც კეთილდღეობის სახელმწიფოს. გიგა, გაფიცვის იდეაზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანი არის. თუმცა ტერმინებთან დაკავშირებითაც ხო მაგალითად, როცა ვახსენებთ მშრომელებს, არსებობს დასაქმებულები, ასე ვთქვათ. თვითონ ამ ტერმინების შორის განსხვავებებზე ლაპარაკზე დისკუსიის გაშლა არ არის ამ შემთხვევაში ჩვენი ამოც, ან ჩვენ გვექნება იმედი მაქვს უფრო ეს მშვიდი გარემოძაღარ და ამ ქვეყანაში ხო, მაგრამ აუცილებელია ამ თემებზე უფრო სიღრმისეული საუბარი, მაგრამ აი დღევანდელი მოცემულობის გათვალისწინებით. ხედავთ ერთ რამეს, რომ ერთი ჯგუფი ადამიანებისა ცდილობს მთელი ქვეყნის რესურსების ხელში ჩაგდებას, ექსპლუატაციას, სოციალ-დემოკრატიული ენაზე რო უფრო მკაფიოდ ვთქვათ ეს ყველაფერი, დანარჩენის გაღარიბების ხარჯზე, მათი ადვილად მართვადობის პრინციპით, საშუალო ფენის საერთოდ განადგურებას და ამაზე ამ ეტაპზე ქუჩაში ყველაზე მეტად რეაგირებს საშუალო ფენა. ეხლა რო ვთქვათ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი ადამიანიც და მძიმე მდგომარეობაში ყოფილი არის გამოსული და ღებულობს მონაწილეობას აქციებში, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მაინც უფრო ურბანული საზოგადოების საშუალო ფენის პროტესტი უფრო მეტად არის დღესდღეობით, ვიდრე იმ გაგებით საყოველთაო, როგორც ჩვენ ყველას გვინდა რომ იყოს. კიდევ რა დამატებითი ფაქტორებია, რის გამოც ეს ადამიანები, მათ შორის ფიზიკურადაც ვერ ლახავენ რაღაც ბარიერს, რა შემაკავებელი ფაქტორებია, ყოველდღიური შრომის აუცილებლობა, ყოველდღიური ანაზღაურების პრობლემა და ასე შემდეგ, ხო? რომელსაც ჩვენ კი ვაშუქებთ, მაგრამ ვიცით, რომ ეს გააცილებით დიდი და ფართომასშტაბიანი პრობლემა არის. დღეს ერთი ჩვენი კოლეგა ჟურნალისტი წერდა მარნეულისკენ მიმავალ გზაზე, როგორც ჩაისვა კაცი, რომელსაც უკან დაბრუნების ფული არ ჰქონდა, დღიურ სამუშაოზე იყო ჩამოსული და მიხვდა, რომ იმდენად ფერფთალი იყო, მთელი დღის ასე ვთქვათ, საკვები არ ჰქონდა მიღებული, კიდე კაი მანქანაში რაღაცა ჰქონდა, რომ სახლამდე გონება არ დაეკარგა. ხო, ასეთ ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოში. ასეთები ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ტოვებს ან დატოვა უკვე საქართველოს და იცლება ქვეყანა, მათ შორის სამუშაო ძალისგანაც. აი ამ ხალხს ვინ უნდა ესაუბროს, ან რა უნდა უთხრას ისეთი, რომ დაარწმუნოს იმაში, რომ დღეს ეს ბრძოლა მართლაც არ არის რაღაცა ტიპის პოლიტიკური თანამდებობებისათვის ბრძოლა, არამედ ეს არის ჩვენი საერთო მომავლისთვის ბრძოლა. კი, თქვენ კითხვაში ნამდვილად ჩანს სწორედ ის პრობლემაც კი, რაც რეალურად არსებობს. და პირდაპირ ამ კონკრეტულ პასუხზე რომ გადავიდე და თქვათ აი ზოგად მიმოხილვას რომ აღარ გავყვე, მშრომელს დასაქმებულს გამოვიყენოთ ორივე ტერმინი. გაფიცვისგან ეს გაფიცვა იქნება უფრო ფართო პოლიტიკური მოთხოვნით თუ კლასიკურად ხელფასის მატების მოთხოვნით, აკავებს ზოგადად დამსაქმებლის შიში, სამსახურის დაკარგვის შიში. ეს კლასიკურად ასე იყო. ნებისმიერ საგაფიცვო პროცესში, რომელიც ჩვენ ათობით გვიწარმოებია სხვადასხვა ინდუსტრიულ სექტორში, სხვადასხვა ქალაქში, თუ თუნდაც არაინდუსტრიულ სექტორში, ყოველთვის დამსაქმებლისგან ზეწოლა. ამიტომ გაჩნდა კანონში პრობკავშირული ნიშნის დისკრიმინაცია, გაფიცვის, ესე იგი საგაფიცვო ნიშნის დისკრიმინაცია, ასოციაციის თავისუფლება და ასე შემდეგ. ასევე მას აკავებს ეს მუდმივი ანაზღაურების პრობლემა, ბანკის კრედიტი, რომელიც მას აიძულებს, რომ ის მუდმივად უნდა იყოს ჩართული
ჩართული ამ ფერხულში. აი მაგალითისთვის ჩვენ გქონდა საუბარი და გვაქვს სულ საუბარი ჩვენს მეგობრებთან, მნიშვნელოვან პროფკავშირთან, კურიერთა პროფკავშირთან, რომელთა წევრების დიდი ნაწილი არის მონაწილეობს აქციაში, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ ამისთვის ცალიათ, იმიტომ რომ მან პირდაპირ გვითხრეს, ჩვენმა მეგობრებმა, კარგმა ადამიანებმა პირდაპირ გვითხრეს, რომ მე მიწევს 4000 ლარზე მეტის ყოველთვიურად ბანკის კრედიტის გადახდა. მე რომ გავიფიცო, ჩემს ოჯახში, აი ამ თანხის შემტანი არავინ არ არის და ბანკმა რა შეღავათიც არ უნდა გამიკეთოს, ისეთი კეთილშობილი ვერაფრით ვერ აღმოჩნდება, რომ ის თანხა მაპატიოს და თუ ახლა გამიყინავს ამ კრედიტს, ხვალ გადამახტევინებს და მაინც ჩემი სამუშაოა. ამიტომ აი ეს მთელი ეს მოცემულობები, ის რომ ქვეყანაში პროფკავშირული კულტურა არ არსებობს, ის რომ პროფკავშირები რაღაცა ნაწილი არსებობს, მაგრამ ყვითელია, ყვითელს რაც ვეძახით, ხო გადაცემულია, ზოგი გადაცემულია ამ ესე იგი ბიზნეს კლასს, ზოგი გადაცემულია კონკრეტულ პარტიას, ზოგი გადაცემულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ისინი არ მუშაობენ. არის რაღაცა მცირე ჯგუფი დამოუკიდებელი პროფკავშირების, რომელიც ცდილობს, მაგრამ ეს ძალიან მცირე რესურსია. ამიტომ პროფკავშირული კულტურის არარსებობა ასევე არის ერთ-ერთი დამაყოლებელი, იმიტომ რომ ორგანიზებული მშრომელი არ არსებობს. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ყოლოდა ჩვენ ძლიერი დასაქმებული, ორგანიზებული მშრომელი, რომელიც ყოველდღიურად მუშაობდა საკუთარ პოლიტიკურ ცნობიერებაზე, რომელიც ყოველდღიურად იმარჯვებდა გაფიცვებში, მას იმდენი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ჰქონდა, რომ თუნდაც აგერ ჭიათურაში იყო 1 წლის წინ გაფიცვა, თუნდაც მეტალურგიაში, რუსთავის აზოტში, თუნდაც Evolution Gaming-ში, რომ მან როცა გაიბრძოლა, გაიმარჯვა და ამით მან დაინახა ეს რაღაცნაირი საზოგადოებრივი ურთიერთმიმართება სხვა კლასის წარმომადგენლებთანაც, პოლიტიკურ ელიტასთანაც და მთელი ეს პროცესი საბოლოო ჯამში აყოვნებს მშრომელს იმისათვის, რომ შემოვიდეს გაფიცვაში. იმიტომ რომ გაფიცვას უნდა აღვნიშნოთ ამ გადაცემაში, რომ აქვს თავისი პროცედურებიც, ხომ? ერთი არის, რომ ფორმები მოძებნოთ, სხვადასხვა ფორმები, როდესაც საყოველთაოზეა საუბარი ქართულ საზოგადოებას, მაშინ როდესაც არ არსებობს საყოველთაო ასე ვთქვათ, გაფიცვის ლეგალური ფორმა, მას მოუწევს სხვა ფორმები მოძებნოს, იგივე რაზეც მანამდეც გვისაუბრია, ზოგ შემთხვევაში ისინი იყენებენ ასე იგი შვებულებას, ანაზღაურებად შვებულებას ბავშვის მოვლის გამო, მაშინ როდესაც ვთქვათ, ასე იგი ჯანმრთელობის პრობლემებია, ისინი იყენებენ საავადმყოფო ფურცელს და შემდეგ, მაგრამ კლასიკურად ჩვენთან ლეგალურად გაფიცვის გაკეთება არის ასე, რომ 21 დღით ადრე იწყებს სამედიაციო პროცესი კონკრეტულ დამსაქმებელთან, 21 დღის განმავლობაში მოლაპარაკებები მიმდინარეობს, სწორედ იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენ ასე ვთქვათ, ჩამოუწერე დამსაქმებელს და როგორც წესი ეს საკითხები არის სოციალური ან დაკავშირებული სოციალურთან 21 დღის შემდეგ მიიღებ გაფიცვის კანონიერ უფლებას და გაფიცვის კანონიერი უფლება დაცულია სამსახურისგან გათავისუფლებისგან. აი ეს პროცედურა, ეხა ავია თუ კარგია ეს პროცედურა, ესე იგი, ჩემთვის ძალიან პრობლემურია ეს პროცედურა, რადგანაც როგორც წესი საქართველოში ეს 21-დღიანი ვადა ემსახურებოდა არა შრომელების პრობლემების გამორკვევას, არამედ მათ ზეწოლას. და ეს 21-დღიანი პერიოდი ამას ხმარდებოდა. მაგრამ ჩვენ დღეს სხვადასხვა ფორმით, თუნდაც თეატრში, როდესაც ის გაფიცულია, სხვადასხვა ფორმას ვიყენებთ. არის სამედიაციო ასე ვთქვათ კოლექტიური დავების დაწყებული, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა ისარგებლეს ანაზღაურებადი შვებულებით, არის 45 მუხლი, რომელიც გვეუბნება, რომ თუ საფრთხე ექნება თქვენ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თქვენ უფლება გაქვთ თუ არ თქვა სამუშაო შესრულებაზე. და მთელი რიგი რამ გამოიყენეს და ჩვენ ხედავთ, რომ თეატრის დიდი ნაწილი სხვადასხვა ფორმით, ზოგჯერ სწორედ დამსაქმებლების მიერვე, დამსაქმებლებთან კარგი კომუნიკაციით და სწორი კომუნიკაციით და სწორი მიდგომით, ძირითადი თეატრები დღეს არის გაჩერებული, ნაწილი მათგანი არის შენელებული ან შეფერხებული და ნაწილ მათგანში შეიძლება მიდიოდეს მუშაობა ისე როგორც მანამდე მიდიოდა, მაგრამ ეს ძალიან მცირე შემთხვევაა. ჩვენთვის გაფიცვის დაწყება იყო სწორედ იმის, ესე იგი, საბაბი გახდათ ის, რომ ჩვენ ერთის მხრივ ძალადობა დაგვესრულებინა ქვეყანაში და მშვიდობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მეორეც მხრივ განგვეცხადებინა, რომ როგორც არ უნდა განსხვავებულ მოსაზრებებზე ვიყოთ, მაგალითად ჩვენთვის მიუღებელი არის ნაციონალური მოძრაობა, ისევე როგორც პარტიების უმრავლესობა. ჩვენთვის მიუღებელია ბიზნეს კლასი და კომპანიების უმრავლესობა, მაგრამ ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია რას მოასწავებს ავტორიტარიზმი. ავტორიტარიზმი მოასწავებს იმას, რომ როგორც მანამდე იყო, ხვალ და ზეგ ჩვენ გაფიცვასაც დაარქმევენ ვიღაცის მიერ მართულს, სულ არ დაუკვირდებიან რა და როგორ არის. ჩვენს გარემოს დაცვით პროტესტებს, ჰესების აშენების წინააღმდეგ, როგორც გამოიტანეს, პირდაპირ ისევ დაარქმევენ რაღაცა გარედან მართულს. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ იმისათვის, რომ სოციალურ საკითხებზე მუშაობა გაგრძელდეს, ბრძოლა გაგრძელდეს, სოციალური მოძრაობები ამ ქვეყანაში არსებობდეს, ამისთვის გადამწყვეტი არის თუნდაც ელემენტარული გამოხატვის თავისუფლების არსებობა და ჩვენ სწორედ ამას ვეუბნებით მშრომელს. ძვირფასო მეგობრებო, კი დღეს თქვენ შეიძლება არ მოგწონდეთ ან ვერ ხედავდეთ თავს იმაში, რასაც ახლა უყურებთ, მაგრამ ეს აკლემი ხვალ და ზეგ ჩვენს პროფკავშირულ და ჩვენს შრომით ბრძოლასთანაც დაიჩოქებს. ჩვენ თავისუფლად შეგვეძლო, რომ რაღაცა ჩუმად ყოფილიყავით და ჩვენის გვეკეთებინა, მაგრამ ძალიან მარტივია დაინახო რეალობა. რას მოასწავებს ავტორიტარიზმი? ავტორიტარიზმი მოასწავებს იმას, რომ განადგურდება ყველა, ვინც ხმას ამოიღებს, ვინც გააკრიტიკებს, ვინც შეეწინააღმდეგება, თუნდაც ტყის გასხვისებას, თუნდაც იმას, რომ ფასები მოიმატებს და ხელფასები დაიკლებს, თუნდაც იმას, რომ ქირა გაძვირდება, თუნდაც იმას, რომ ბანკის კრედიტი ესე იგი ფასი გაძვირდება, თუნდაც ის, რომ ხვალ და ზეგ გამოსახლება
განმარტებაზე დადგება და უბრალოდ აღარავინ დარჩება, ვინც ხმას ამოიღებს და აღარ დარჩება პროტესტი, რომელსაც ქართული ოცნება არ დაარქმევს, ან ნაცს, ან უცხოელი ძალის ინტერესების გამტარს და ამის გვეშინია თორე რა გადამრევდა და რა მას მიზავდა, რა ქვია. მეგონი გასაგებად ახსენილ мотиваცია, ასე ვთქვათ, შენნაირად მოაზროვნე ადამიანებისა, რა უნდა იყოს იმისთვის, რომ ყველამ ერთად მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, პოლიტიკური, იდეოლოგიური თუ ასე შემდეგ. ბატონო გიორგი, თუ გაქვთ 2 წუთი, ვიტყვი საზოგადოებრივი მაუწყებლის პროტესტიდან მოვდივარ და მინდა солиდარობა გამოვხოთ თითოეულ მათგანს და მინდა რომ თქვენს გთხოვოთ ის ადამიანები იქ იბრძვიან სივრცის მოსაპოვებლად და მეც თქვენს გთხოვოთ რომ მეტი ყურადღება დავუთმოთ თუნდაც აი ამ განსხვავებულ ჯგუფებს. ძალიან იშვიათად ხვდებიან აი სოციალური მოძრაობები, გარემოსდაცვითი მოძრაობები, ძალიან იშვიათად ეძლევათ მათ იმის შესაძლებლობა რომ ფართო მოსახლეობას ესაუბრონ და ელაპარაკონ და მე ვფიქრობ რომ კარგი დასაწყისი იქნებოდა გაფიცვასთან ერთად, გაფიცვის მხნეობასთან ერთად ჩვენს საზოგადოებას უსურვოთ უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება და უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება პირველ რიგში ნიშნავს ოჯახში კეთილდღეობას და აი ამ კეთილდღეობისთვის მებრძოლი ადამიანების მოსმენა ჩემი აზრით ძალიან საჭიროა. ძალიან დიდი მადლობა გიგა ბექაური დამოუკიდებელი პროკავშირების წარმომადგენელი.